სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა 10 კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და ხმამაღლა გაიძახოდნენ. იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ. როგორც იცით, კეთროვნებს ეგრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობის და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ეს 10 კეთროვანი სანამ იყვნენ ჯანმრთელები, ამ 10 კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ იყვნენ მრავლად წიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს. მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. მაგრამ, როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება, მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც მენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავის თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი. და მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. საერთოდ ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს. და ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ უკვე ღვთის წყალობის გარდა არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, რომ მღვდლებთან მისულიყვნენ. ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქში თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და წავიდნენ თუ არა, მალევე დაინახეს, რომ 10-ვე განიკურნა. მაგრამ აი ამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ღმერთი ადიდა და მადლობა გადაუხადა მას. და უფალმა უთხრა, რომ ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა. აი ჩვენ როდესაც აი ამ ეპიზოდზე ვფიქრობთ სახარებიდან, ჩვენ თავს ვეუბნევით ხოლმე, რომ არა, მე რომ ყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი. ამ 9 უმადურის ადგილზე. აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ ჩვენ უფრო ამ ერთ მადლიერს და 9 უმადურს არ ვგავართ? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა.
ვიდრე ამ კეთროვნებისთვის. განა ჩვენს არ განკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის, იმისთვის რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის ძალა, ის პოტენციური ძალა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან. აი ეს იყო უფლის ღვაწლის თავარი ღვაწლი მისი ამ დედამიწაზე. და აი მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ვფიქრობთ ამაზე. ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე, იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. და ამდენად უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ 9 უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერების და გზა ჩვენი ცხონების. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით ილოცება ყაყი ჩაშვილების გვარი. მერთმა გაგახაროთ და გამრავლოთ და აგლოცოთ.